ახლა კი ჩემო კარგებო, ძალიან საინტერესო სტუმრები ჩემო პაატა. უნდა წარმოადგინოთ თქვენს წინაშე ბავშვები, რომლებმაც უკვე დაიპყრეს ინტერნეტ სივრცე და ახლა ისინი ჩვენი სტუმრები გახლავან, მაშასე მივესალმოთ ანა მარია და ევა ბუთიაშვილები. ამას უდოდა რომ მოეცა ევას მომეცი დიდი მადლობა დაბრძანდით ესე როგორ ეთქობა ბავშვებს რომ კახეთიდან მოდიან აბარა ხელდამშენებულები ესე იგი ბავშვებო მოდი ამას აქ ჩავდგავ თორე მექანიკური რეაქცია მაქვს ეგრევე დასხმას ვიწყებ ხოლმე ევა როგორ ახარ მითხარი კარგად დავიწყოთ კი შეგენაცვალე ესე იგი თქვენ ხართ ყვარელის რაიონიდან სოფელი გავაზი ხო ესია კი ესე იგი ანა მარია შენც დაეხმარები ხო შენ დაიკოს კი ხო აბა მოგვიყევით რა ხდება იქ და დავიწყოთ საუბარი ფილმში მინდა გადამიღონ რომელ ფილმში გინდა გადაგიღო სადაც ბურთებია აჰა ბურთებია როგორი ბურთები ფეხბურთის თუ საჰაერო საჰაერი წეგან მეუბნება მაგარს რა წეგან ხო იმით ვიყავით ულვაშებით მოიძრე ეწვერები მითხარი შენი სოფელს რა ქვია სოფელ გავაზი გიყვარს შენი სოფელი კი დედიკოს რა ქვია ფიქრია მამიკოს მირზა შენი ცირო შენ მამიკოს ვიცნობ მე რა ქვია მირზა ქვია მირზა ხო აბა ციშენ ვიცნობ მეთქი და არა რა მაინტერესებს პატარა რამდენი წლისები ხართ ეხლა თქვენ მე ვარ 11-ის ევა 4-ის ევა 4-ის ეს მინდოდა რომ გაგიკეთე აჰა ევა ბაღში დადიხარ კი არ დადის ეს ასწავლის კაცო ბაღში დადი ვარ შეყვარებული ყავს არა ახლა შენ ჯერ პატარა შეყვარებული გოგის არ ყავს და რა მოხდა ახლა ამას ვარ ყავს გოგის მაგას უნდა ყავდეს კაც შეყვარებული ანა მარია თქვენ მღერით ხო ერთად კი შენ სხვათა შორის რასაც უყურებ ძალიან კარგად უკრავ გიტარაზე მადლობთ ფანდურზეც ხო კი და ესეთი პატარა ვინმე უკრავდა თუ დადიოდი თუ როგორ იყო კი ბებია ჩემი უკრავდა გარდაცვლილია ახლა და ის გასწავლიდა ხოლმე არა უბრალოდ მაშინ მისი ნიჭი მომყვა აჰა რა გინდა დედას და მოდი შენ ჩემთან დაჯექი კაცო და ევა შენი და კარგი ევა რაზე უკრავს ნერვების გარდა ამეცი იმიტომ რომ ეს მღერი ვარ აჰა შენ რას მღერი სიმღერებს ხო და რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად აბა როგორ პლიპიტი აბა როგორ დამზადდება მე თქვენი სამსახურიო აჰა ეხლა რა მითხარი იცი შენ განისწავლა მან სიმღერა თუ გისმენდა იქ გინდა დაждომა როცა თამაშობდა უსმენია და დავიმახსოვრა და ჩვენი დღეს თვითონ დაიწყო სიმღერა შენ ლექსებიც ხო არ იცი კი ერთი ლექსი წაგვეკითხე რამე არ ვიცი მოდი შეგეკითხები მიდი ჩემთან მოდი ანა მარია მანამდე შენ მე მითხარი შენთან სკოლაში რა ხდება თქვენთან კოჩახზე რომელ სკოლაში დადიხარ ყვარელის რაიონ სოფელ გავაზი მე რამდენი სკოლაა ჩვენთან ან პირველი ერთი სკოლა გვაქვს კი საათია მოგწონს
ნიკასაც, მაგრამ არ ვაძლევ. მივცენ? ასე გულუხია. არა. აი. შენ გეკეთო. ესე იგი, რა მინდა რომ სკოლაში ახლა ბავშვები თქო აი ხა თქვენ რო პოპულარულები გახდით, იმათაც არ მოუნდათ, რომ რაღაცა ზოგი მღერის, ზოგი ლექს ამბობს, ან რაღაცა პატარა ჯგუფი გააკეთოთ, ზოგი ცეკვავს, თუ არ არის ჯერ ამაზე საუბარი? ჯერ არ არის, მაგრამ მეუბნებიან რომ შენ თუ პოპულარული ხარ, ჩვენი კლასიც პოპულარული იქნებაო. აი, ასე უნებოდი. ესე იგი, რა მინდა პატა რო კითხო ხა ეს ვიდეოები, ახლა თქვენი ვიდეოები, რაც ნახა ხალხმა და ჩვენს იქ არის რომ ჯერ როგორ ეხმარებით დედას რა. ხოდა რა შეგიძლიათ კიდე რა საკეთებ? სიმღერის გარდა საჭმელებს აკეთებ? ხინკალი. მართლა? კი. აბა ჩამოთვალე რეები იცი. ხინკალის გაკეთებაც ვიცი, ხაჭაპურით, სუცხალის ამოვლებაც ვიცი, ლობიანი ვიცი, გინდა ჩამჭრელი კითხვა? ჭად საცხობ? ჭანჩაც ვარცხობ. შეგენაცვალე, მე ეს რა მარჯვე ყოფილა. ჭადი იცით კახეთში? კი, აბა როგორი აბარა. ფორმის არის ჭადი, როგორია? დამწარი. დამწვარი. თუ არიცი. კარგი, მაშინ მითხარი, კაი ხაშლამა ჯობია თუ ჭადი? ხაშლამა ხაშლამა. და საყვარელი ხარ რა, გავგი. ეს რა ღვინო მოგვართვი? კიზმარეული. შეგენაცვალე, საჭმელებსაც ხო აკეთებს უკვე და 4 წლის ბავშვი ღვინის აზარმოებს, ღვინოს აზარმოებს. ო, ხო ვაკეთებ. ეხლა ვინ გიყურებს? შენი ბებო ხო გიყურებს? კი, აბა რა? რა ქვია ბებოს? ნინო ბაბო. მოვიკითხოთ ნინობა. კი. მიდი მოიკითხი აბა. უთხარი მიყვარხარ. შეგენაცვალე. მიხოს და მაროს უყურებთ? კი, აბა რა? იცი რა მითხარი ანა მარია? აი ხა იქ კახეთში თქვენთან რამდენად უყურებენ ჩვენ სერიალს მიხოს და მაროს და რამდენად მოსწონთ აი შენი ასაკის ბავშვებს, უფროსებს, თუ განიხილავენ ხოლმე წინადღით გასულ სერიალს, საუბრები თუ არის ხოლმე? კი, თვით სკოლაში უფრო. ხო არა? კი. ხანდახან თქვენ გაჯავრებთ ხოლმე სკოლაში, რომ აი ესეთი სპექტაკლი დავდგათ, როგორც კინოშია, ძალიან მოსწონთ ბავშვებს, ხალისობენ. ძალიან კარგია. ყველაზე ძალიან ყოლა მოწონთ ვიცი ძალიან. ვარდო მოსწონთ, ვარდო მოსწონთ ძალიან კიდე? თქვენ? ნუ ეს უკვე ვთქვით. შენ გიყურე იცი? მართლა? მოკლავდი. რო უკრავდი? კი. კარგია, კარგი. ესე იგი, აი რას ვიძახი, მე რომ უმცროსი ყავი მიხო. ხო, აბა. უმცროსი თაობა რო გვიყურებს, ეს არის ძალიან კარგი და უფრო მეტი უნდა მოინდომონ ჩვენმა სცენარისტებმა, რომ დაუღიათ პირი. და უი, აქ მოფიო. გლავივით. რა ვქნათ ბავშვებო, ეხლა მთავარი ამბავი არ გავაკეთოთ, არ ვიმღერებთ? კი, აბა რა? რამის თქმა ხო არ გინდათ, ვინმე ხო არ გინდათ მიმართოთ. მე მინდა რომ თქვენ მოგიყვანეთ აქ, იმიტომ რომ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვოთ და უფრო მეტად შეუყვარდეთ ჩვენს მაყურებელს და მადლობა. შეგიძლიათ მიმართოთ ვინც თქვენს კლასელებს, მასწავლებელს რა. ბაღელებს. გამოიწერეთ მიხოს სახელი. რა საყვარელი ბავშვია.